აი მეგობრებო, დააკვირდით ამ ვიდეოს მაყურებელს მივმართავ. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც სხვა მისნაირ ბევრ ახალგაზრდასთან ერთად უკვე მერამდენე ღამეა დგას ქუჩაში. მერამდენე ღამეა ცდილობს, რომ დაიცვას ის, რისიც ჯერა, რისიც სწამს. იცვამენ, იკეთებენ აირწინაღებს, იციან რაც ელოდებათ, მაგრამ მაინც დგანან, ბოლომდე დგანან აი ამ ავაზაკების, ამ ბანდიტების წინაშე. დააკვირდით, მანდ ორი კაცია, ვინც ფეხს სახეში ურტყამს. ორი კაცია. ჯერ პირველს დააკვირდით, ის როგორც ცინიკურად ქუსლს მიარტყამს, თითქოს ბურთს თამაშობსო. დააკვირდით, ნახეთ აი ახლა. შეხედეთ თითქოს ბურთს თამაშობსო, ქუსლი დაარტყა და მეორემ კინაღამ მოკლა, ის მეორემ რაც დაარტყა, ის მეორე დარტყმას შეეძლო მოეკლა იქვე ადგილზე, აი ეს ახალგაზრდა ბიჭი, ეს ტინეიჯერი არის ალბათ. შეხედეთ, გამხდარი ულამაზესი ბავშვი შეეძლოთ მოეკლათ წუხელს. დააკვირდით აი ამას, უყურეთ აი ამას და ეხლა იცოდეთ აქ რა ხდება. აქ ხდება შემდეგი. ეს ახალგაზრდა სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად ცდილობს, რომ დაიცვას საქართველოში სამართლიანობა, ცდილობს დაიცვას საქართველოში თავისუფლება, ცდილობს დაიცვას საქართველოში ბედნიერი მომავალი. ჩვენი ყველას მომავალი, თუ ჩვენ ოჯახები გვიყვარს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, თუ ადამიანები გვიყვარს, თუ ჩვენ მეგობრები, შვილები, დედები, მამები გვიყვარს, აი ამას უნდა დავაკვირდეთ. ეს ბიჭი იცავს ახლა საქართველოს, ეს ბიჭი და ვინც მას იქ სცემს, ხო? ვინც მას იქ ურტყამს, აი ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის და აი ამ ყალბი ხელისუფლების ავაზაკები, მათ მიერ დაგეშილები, მათ მიერ გამოშვებულები, რომ აი ასე სცემონ, შეგვაშინონ, არ შეგვეშინდება, არც ამ ბიჭს შეეშინდება, ხვალაც გარეთ იქნება და უფრო მეტნი იქნებიან გარეთ და მარტო რუსთაველზე კი არა. ყველა ქალაქში და არ უნდა დავტოვოთ ახალგაზრდები მარტო, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ყველა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, ყველამ უნდა გამოხატოთ პროტესტი. პროტესტის გამოხატვა დაიწყეთ ხვალინდანვე, ხვალინდელი კვირა დღე უნდა იყოს ჩვენი ყველას გაერთიანების დღე. თელმა საქართველომ თქვას, რომ არ შეურიგდება ამას არ შეურიგდება არავინ. ყველამ თელმა საქართველომ არ შეგიძლიათ ფიზიკურად სადმე წასვლა, რომ თქვენ თანამოქალაქეებთან ერთად, თუ არ შეგიძლიათ სადმე წასვლა, თუ არ შეგიძლიათ თქვენი ქუჩები გაავსოთ, თუ არ შეგიძლიათ თქვენი გზაჯვარედინები გაავსოთ, თუ არ შეგიძლიათ თქვენი ხიდები გაავსოთ, თქვენი ქალაქები გაავსოთ, გამოდით სახლის კარის წინ, მოიდგით სკამი და მიესალმეთ ამ ამ ქუჩებში მომსიარულე ახალგაზრდებს და სხვებს, ვინც აპროტესტ დააბრუნეთ ვიდეო. დააბრუნეთ ვიდეო. ეხლა დააბრუნა. მაპატიეთ, მაგრამ მე აქ ვუყვირი სულ სხვებს, თქვენთან საქმეც არ მაქვს, ბევრთან არ მაქვს საქმე. მეგობრებო, ვინც შეცდით, ვინც იცით რომ გაყალბდა, იმიტომ რომ თქვენი ხელით გააყალბეს, ბევრნი იყავით ამაში ჩართული, ხო, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რომ გაყალბდა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ გაყალბდა. თელმა მსოფლიომ იცის რომ გაყალბდა. ევროპელებმა თქვეს რომ გაყალბდა, ამერიკელებმა თქვეს რომ გაყალბდა. ვინ უნდა გითხრათ? რუსებმა? თუ ირანმა, რომელმა უნდა გითხრათ არ გაყალბებულაო, თუ ჩინელებმა უნდა იცოდნენ აქ რა მოხდა. არჩევნები გაყალბდა და იმ არჩევნების მერე ყველაფერი რასაც აკეთებს ეს უკვე გაყალბებული ხელისუფლება არის ყველაფერი სიყალბე და ჩვენ დაგტოვეს ხელისუფლების გარეშე, აღარც პარლამენტი ყავს ლეგიტიმური, აღარც მთავრობა ყავს ლეგიტიმური, პრეზიდენტიც არ იქნება ლეგიტიმური. ერთადერთი რაც დაგვრჩა დღეს მთავრობიდან ერთადერთი ლეგიტიმური კანონიერი ხელისუფალი არის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მასაც არ აქვს კონსტიტუციით უფლებები. ის ხო სიმბოლური პრეზიდენტია. ის სუფთა იმიტომ არის, რომ საქმის კეთება არ უწევდა, ამ ბინძურაში გარევა არ უწევდა. როგორც პრეზიდენტი უნდა იყოს სუფთა და ახლა რა დღეში ვართ, დაგვრჩა მარტო ერთი პრეზიდენტი, მეტი არავინ. და ჩვენ ცდილობთ რომ დავაბრუნოთ აი ეს ბიჭი ცდილობს რომ დააბრუნოს არჩევნები საქართველოში, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და თუ კი ქართველი ხალხი, თუ კი ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ აი ამათ მხარეს უნდა დგომა, მე გავჩუმდები, კი ბატონო, მაშინ ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში. თუ კი ქართველი ამომრჩეველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში იტყვის, რომ თანახმა ასეთ ქვეყანაში რო იცხოვროს, მე გავჩუმდები და ვიცხოვრებ მათთან ერთად, გავიზიარებ ამ ბოროტებას, გავიზიარებ ამ უბედურებას, მაგრამ თუ კი იტყვიან, დავრჩები და ვიცხოვრებ. მე არ შემიძლია
გაგზელებ უკაცრავად. მე არ შემიძლია რომ აქ არ ვიყო ეს ყველაფერი არ ვილაპარაკო. მე ჩემი სინდისი მკარნახობს მხოლოდ ჩემმა სინდისმა მომიყვანა აქ. თუ კი სადმე რამეშ გამომარჩია ჩემმა სინდისმა მიკარნახა ეს გააკეთეო. დღეს საქართველო არის მიჯნაზე. დღეს საქართველო მართლა ომის მიჯნაზეა. ომით გვაშინებდნენ, მაგრამ ომი მათ უნდათ. ომით გვაშინებდნენ, ვითომ შვიდობის მტრედები იყვნენ და ამას აკეთებენ. უყურეთ, შვიდობის მტრედები ამას აკეთებენ. დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რომ ქართველმა ერმა გადაწყვიტოს რა უნდა, თვითონ მართოს თავისი თავი. გვინდა რომ ევროპული სახელმწიფო ავაშენოთ, იმიტომ რომ ევროპაში დაცულები არიან ჩვენი მოხუცები, იმიტომ რომ ევროპაში განათლებას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები, იმიტომ რომ ევროპაში კეთილდღეობაა, იმიტომ რომ ევროპაში სიმდიდრეა, იმიტომ რომ ევროპაში მშვიდობაა, იმიტომ რომ ევროპაში უსაფრთხოებაა და ეს უზრუნველყო ევროპულმა წესრიგმა. თუ ჩვენთან იქნება ევროპული წესრიგი და წესრიგი დადგება იმ წამსვე, როგორც კი გავწევრიანდებით, მანამდე დადგება წესრიგი, როცა გაწევრიანების გზაზე დადგები, ეს ყველაფერი ჩვენთანაც მოვა სიმდიდრე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, მშვიდობა. ჩვენთანაც იქნება იაფი საჭმელი და იაფი წამალი. ევროპაში არის ჩვენზე უფრო იაფი საჭმელიც, წამალიც, ჩვენზე უფრო იაფი ტანსაცმელიც. ევროპაში ჩვენზე მეტი აქვს პენსია, ჩვენზე მეტი აქვს ხელფასი, ჩვენზე უკეთესი აქვს განათლება, ჩვენზე უკეთესი აქვს ცხოვრება. იაფი აქვს ყველაფერი და უფასო აქვს ყველაფერი. ჩვენთან ეს ყველაფერი მოვა თუ კი ჩვენ ვიქნებით იმ იდეალების ერთგულები, რაც ევროპაშია. ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა იმისთვის, რომ არ დასჭირდეს ადამიანებს პირის ამოკერვა და თვეობით რუსთაველზე წოლა წვიმაში, რომ რამენაირად თავისი სიმართლე დაამტკიცონ. შუქრუთელებმა ვერ მიაღწიეს თავის სიმართლეს. არავინ მოусმინა. არც ბალდის კანიონი, არც ის ტყეები და სხვა კანიონები, რომლებიც მდიდრებმა, ბიზნესმენებმა, ვიღაც ინვესტორებმა მიიტაცეს, მოიპარეს. რატო? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არის და მდიდართან შვენივრად კრავს პირს ბიძინა ივანიშვილი. შვენივრად ეკვრებიან ერთმანეთს მოსამართლეები, მოძალადეები, ვითომ პოლიციელები, ვითომ უშიშროების სამსახური, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მართლა უსაფრთხოებას იცავდეს, ჩვენ გვებძვის, არჩევნებს გვიყალბებს, გვართმევს მომავალს. თუ თქვენ ვიგაჩნიათ, რომ თქვენ ხართ ძლიერები და თქვენზე ძლიერი არავინ არ არის, მაშინ კი ბატონო, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ არ ახართ სინამდვილეში ძლიერები და ჩვენ ყველა ვართ სუსტები და ჩვენ უნდა გვიცავდეს სახელმწიფო და კანონი, რომ ჩვენ გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, კარგი განათლება, კარგი ცხოვრება, კეთილდღეობა, ბედნიერება და ჩვენს მოხუცებს გქონდეთ ბედნიერი ტკბილი სიბერე, რომ ჩვენთან ჯავად რო გახდები განაჩენი არ იყოს და რომ ჩვენთან უსამართლო თუ დაგშაგრავენ სასამართლო გეგულებოდეს და სამართალი გეგულებოდეს, მაშინ თქვენც ჩვენთან ერთად უნდა იდგეთ. ხვალიდანვე არ შეურიგდეთ ამ უსამართლობას, ხვალიდანვე გაავსეთ ქუჩები და ვისაც შეგიძლიათ, ვისაც ასეთ ბრძოლაში შემოსვლა გეშინიათ, მაგრამ გვიზიარეთ, იზიარებთ ჩვენს მდგომარეობას მშვიდობიანად. არაძალადობრივად გააპროტესტეთ, დაიკავეთ თქვენი ქალაქები, იარეთ თქვენი ქალაქების ქუჩებში, დაინახოს მთელმა საქართველომ და ვისაც არ შეგიძლიათ ფიზიკურად, გადით და შეეგებეთ, წყალი მიაწოდეთ, საჭმელი მიაწოდეთ, გამოელაპარაკეთ, გაამხნევეთ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ სამართლიანობა დააბრუნონ ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა წესრიგი და წესიერება, თუ ჩვენ გვინდა რომ იყოს სადმე სამართალი, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. აი ამ ძალის წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა. ჩვენი ერთობა, ის რომ ბევრნი ვართ და რომ ჩვენ ხარეს არის სიმართლე.